კოლექცია. ლალი იმნაიშვილის საავტორო გადაცემა. მოგესალმებით მეგობრებო, საზოგადოებრივ რადიოს ისმენთ ტალღა FM 102.4 პროგრამა კოლექციას. ყველას ვინც ჩვენ გველოდება და გვისმენს, განსაკუთრებით მინდა მივესალმო და წარუდგინო დღევანდელი გადაცემის სტუმარი, გამორჩეული ქალბატონი გუჩა კვარაცხელია. გუჩა კვარაცხელია ენათმეცნიერი, ფილოლოგიური მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოეტი, დრამატურგი, მხატვარი. მოგესალმებით ქალბატონო გუჩა. მადლობა მინდა გითხრათ განსაკუთრებით მობრძანებისთვის, იმიტომ რომ დღეს ისეთი ავდარია ჩვენს დედაქალაქში, რომ ერთი იქ გავიფიქრე, ვაი და ქალბატონი გუჩა შეშინდეს. არ შევშინდი, ნამდვილად დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. მადლობა მინდა გითხრათ თქვენი შემოქმედებისთვის, რომლის გაშუქებას ვაპირებთ ჩვენ დღეს ამ გადაცემაში და რომელიც გვინდა წარუდგინოთ ჩვენს რადიო მსმენელებს და მაყურებლებს. ჩვენი ხილვა მეგობრებო შეგიძლიათ რადიო 1.G-ზე და ეს გადაცემა შემდეგ ინტერნეტშიც დაიდება. ჩვენ Facebook-იც გვაქვს საზოგადოებრივი რადიო 1 და მე ამას იმიტომ ვამახვილებ, იცით ამაზე ყურადღებას, რომ ეს უნდა იხილოთ. მე პირველად ვიხილე ეს გვიან, იცით, როდესაც თქვენ გამოფენა გქონდათ და გამოფენა ძალიან საინტერესო სათაურით. ეს ჩვენი შავთეთრი და ფერადი წუთი სოფელი. ჯერ სათაურმა დამაინტერესა შავთეთრი, ფერადი წუთი სოფელი, ეს ის თემებია, რომლებიც ყველას გვაღელვებს და ყველა ჩავფიქრდებით ხოლმე წუთი სოფელზე და ძალიან საინტერესო დარბაზში იყო ეს გამოფენა და მე შემიძლია ახლა ვაჩვენო ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს ეს აფიშა. ეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ხო? დიახ, ეს წერეთლის ქვია. წერეთლის მშვენიერ დარბაზში იყო. ვინ მუშაობდა ეს თქვენი ნახატია, ხო? თქვენი ნახატია და თქვენი ნახავთ ალბათ, ხო? ეს ნახატი ახლა იბიარდის ბანკში კიდია. ბანკი რომ არის ევროპის განვითარებას. იცით მე რა მომეწონა? უბრალოდ თხოვეს და ვათხოვე. ეგ ერთი კაცი მყავს გულში. დიახ. იმას მინდა ვაჩუქო. და ვერსად ვერ ვწუდი იმ ადამიანს. ბედნიერი ადამიანია. ეს არის ორი თვერო ხატი, ეს არის კალმით დახატული. სხვათა შორის ჩვენ გვაქვს ერთი თქვენი ფოტო, რომელიც ძალიან მომწონს. კალმით როგორ ხატავთ, ჩვენ ვაჩვენებთ ამას მსმენელებს და მაყურებლებს. მანამდე მინდა შევახსენო ჩვენი ტელეფონის ნომრები 240 91 92 240 92 თუ რამე დაგაინტერესათ შავთეთრ და ფერად წუთი სოფელთან დაკავშირებით და ქალბატონ გუჩას ბევრი რამ აქვს სათქმელი, როგორც ენათმეცნიერს, როგორც პოეტს, როგორც დრამატურგს. მე სულ ვფიქრობდი ხოლმე, როდესაც ამ გადაცემას ვამზადებდი, საკმარისია დრო, რაც ჩვენ გვაქვს, რომ მოასწროთ და ეს ყველაფერი გააკეთო. თქვენ ყოფნით დრო? დრო არავის არ ყოფნის. არ ყოფნის, რა თქმა უნდა, მაგრამ უძილობას არ მანებებენ, თორე არ დავიძინებთ. ეხლა აღარ მეძინებ. ბავშვები პატარები რომ მყავდნენ, ალბათ უფრო ვიღლებოდი, მაშინ სულ ძილი მაკლდა და ეხლა რო გავათენო, არ მეძინება მაინც. მაგრამ მაგას აღარ მაცლიან. ბევრმა იცის რომ თქვენ ხატავთ, აი ხა შესანიშნავი ნახატია. ეს ერთ-ერთი ბოლო ნახატია, ხო? კი. შესანიშნავი ნახატია და თქვენს გვერდზე, Facebook-ის გვერდზე თქობა შვილიშვილებმა განათავსეს. ო და რა სათავსებენ არც ვიცი. ძალიან კარგია. ერთხელ აუკრძალე მაგათეს მე, იმიტომ რომ ნოაკეთებთ მეთქი კაცო რომ მინდოდეს მე თვითონ მექნებოდა ეს Facebook-ი. არ მინდა ამას პატრონობა უნდა. რაღაც არ ჩაყაროთ ისეთი რაც არა, ისეც არ ყრიან არაჩვეულებრივი ნამუშევრები ეს თქვენი ფერადიც და შავთეთრიც და იცით რა გკითხეთ მე, აი დღეს რომ მოდიოდეთ სტუდიაში, მართალი
გითხრათ მე ცოტა შევწუხდი რომ მოგწყვიტეთ თქვენ საქმეს, რას აკეთებდით, რას ხატავდით, წერდით. არა, გუშინ დავხატე, ძალიან სწრაფად დავხატე, რაღაცა საღებავები ვიყიდე, რომელიც მგონი კარგია. იმისთვის რომ აი კალამი აღარ მჭირდება. გადადიხართ სხვა ტექნოლოგიაზე? ნარევი იქნება ალბათ, მაგრამ უფრო სწრაფად დავხატე, კარგია, ესე დიდი A4-ის ფორმის არა, მე საერთოდ A4-ის ფორმის მაქვს უფრო მეტი ნახატი და მაგასაც აქვს თავისი ახსნა. A4 ფორმის ქაღალდი, ხო იცით, ეს არის სამუშაო ქაღალდი, რომელსაც სხდომებზე გვაწვდიან, რომელსაც აი ყველგან სადაც მიხვალ, ამაზე ხდება ქსეროებზე გადაღება ყველაფერი და ის ყოველთვის არის სადღაც და მე კიდე ხელს ვერ ვაჩერებ. აი ეს მომეწონა, ხელს ვერ ვაჩერებ. იქნებ ერთი წუთით შევაჩეროთ, ეხლა მსმენელი გვირეკავს და მოდით ვკითხოთ რა აინტერესებს, თქვენ ყურსასმენი უნდა გაიკეთოთ, რომ გაიგოთ მსმენელის ხმა. დიახ, გისმენთ. ალო? დიახ. ალო, ქალბატონ გუჩას მინდა შევეხმიანო. მინდა თქვენს ჩამონათვალს დავუმატო, რომ ის იყო არაჩვეულებრივი ლექტორი. არაჩვეულებრივი ლექტორი, მე მისი ყოფილი სტუდენტი გახლავართ. ეს არის მრავალშვილიანი დედა. არაჩვეულებრივი დიასახლისი და არ ვიცი პიროვნება, რომელიც მსგავსით იშვიათად მინახავს და ჩემთვის დღემდე მაგალითია ის. დღემდე მახსოვს და ალბათ უპრიანი იქნება თუ გამეორდება მისი ძალიან ცნობილი გადაცემა გმადლობთ ბოდიში, რომელიც ძალიან სჭირდება დღევანდელ ახალგაზრდობას და მინდა დიდხან სიცოცხლე ვუსურვო მას და სიყვარული თქვენი შარლოტა. შარლოტა უნიჭერესი სტუდენტი ჩემი და უნიჭერესი პოეტი. შარლოტა, რატო დამეკარგე საყვარელი? დიდი მადლობა. დიდი მადლობა. იცით, ამ გადაცემის მიზანი მარტო ის არ არის, რომ წარვადგინოთ ესეთი შემოქმედი, ისიც არის, რომ შევახვედროთ მის ახლობლებს და აი თუნდაც სტუდენტებს ეს დიდი ბედნიერება. გამეხარდა მე ურთიერთობა მაქვს შარლოტასთან, რომ დაამთავრა იმის მერე კალმასობის რედაქტორი, ძალიან ნიჭიერი გოგოა და შვილებიც ძალიან კარგი ყავს. და მოდით დავუბრუნდეთ ამ თქვენ ხელებს, რომლებიც ქმნიან ამ გრაფიკულ ტილოებს, ჩვენ წარვადგენთ ამათ, უბრალოდ თუ შეიძლება რომ გითხრათ ბოლო ნამუშევრის თემატიკა. იცით რა თემატიკა არა მე სხვა რამეს გეტყვით ხო ალბათ თქვენ ის უფრო გაინტერესებთ აი მე ფერადი მქონდა ნაზი ფერები უფრო ეხლა ერთი წელი კი გავიდა მასაკეთ რაც ჩემო მეგობარმა მაჩუქა პასტელები ბევრი მომიტანა კახაქორიძე გეცოდინებათ ძალიან ბევრი და არც მივეკარე, იმიტომ რომ არ ვიცი რა გაუკეთო, მე ხო არ მისწავლია ხატვა, მე კი არ ვიპრანჭები, როცა ვამბობ რომ ხატვა არ ვიცი, არაფერი არ მისწავლია მე. ეხლა რაღაცას ვიგებ, ჩემი შვილისგან ვიგებ სხვა შორის, რომელიც სწავლობს შესაბამის ფაკულტეტზე. და ვცადე ახლა ისეთი კაი მკვეთრი ფერები გამომივიდა აი ნამდვილი ისეთი დასაწყისში რომ იყო კუბოფუტურიზმი ფუტურიზმი აი ესეთი ხო და რაღაც ამე დავინტერესდი და დათმეთ კალამი არა მაგას როგორ დავთმობ ეგ ისეთ დეტალებს მახატვინებს რომ მაგას იმითი ვერაფრით ვერ შევძლებ და ბოლო ნახატიც აი ეს არის ორი ერთი იყო პოლოკი არის ასეთი გეცოდინებათ ალბათ ჯექსონ პოლოკი რომელიც არის დღემდე ძალიან პოპულარული ამერიკაში და აი ის ხატავს ამას ეძახიან აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს რაღაცა იმის სტილშია ეგ ჩვენ ახლა ეკრანზე ერთი ნახატი გვაქვს ხო ნახატი რომელიც უამრავი ფიგურების, უამრავი საგნების, უამრავი ძალიან დიდი დრო უნდა ამას, ძალიან სკრუპულოზური მუშაობა უნდა, ძალიან ფერადოვანია. ეს ჩვენი სამყაროა ასეთი?
და ეხლა უკეთესი ფერები მაქვს კახას წყალობით, ეხლა 2.5 ისეთი კარგი გამოვიდა. მე ეხლა ზოგჯერ თავს ვიქებ, მაგრამ ეს როცა მხატვრობას ეხება, იმიტომ რომ არ ვთვლი რომ მე მხატვარი ვარ და აქ ვიქებ თავს და სხვაგან არა. ისე განდიდების მარნია დამემართა უკვე ამას აქ. არ დავიჯერებ, არ დავიჯერებ. აბა რომ ამდენს რომ ალაპარაკებ, ჩემზე აბა რა მომივა. არ დავიჯერებ, თუმცა ხატვა ხუბიაო თქვენ ამბობთ და თქვენი ქალიშვილის წიგნი ბატონო, თქვენი ქალიშვილის სალომის წიგნი გააფორმეთ თქვენ ერთ-ერთ სტატიაში წავიკითხე და ეს ჩემი ქალიშვილი საბავშვო ძალიან კარგი ცოცხალი პიესა ის იყო პოემა ისე ძალიან კარგი სხვათაშორისა რამდენი ისეთი ლექსი იყო წიკო დავარქვით ჩვენ წიკო ხო გახსოვთ ესეთი გარმოშკებს ეძახდნენ იმას აი ესე მოვიდა ატირებული დედა ის ცუდი დროა ისეთი დროა რომ ვერაფერს ვერ დაბეჭდა ვერაფერს და რა ვქნაო მე ამას ხო მხატვარი ვინკაცო მომეცი აქ მე უთხარი დავხატავ და დავხატე და არა უშევს ივარგა და დაბეჭდა ჩვენ მსმენელი გვყავს ხაზზე დიახ გისმენთ გამარჯობა მე გახლავართ გია ჯოხაძე ბატონო გია ჯოხაძე დიდი მადლობა გია ხო ჩემი უსაყვარლესი არ შემეძლო როცა ქალბატონი გუჩა მანდა შენც რო აქ უნდა იყო არიცი როცა ქალბატონი გუჩა აქა მეც მინდა მან რო ვიყო, მაგრამ აქედან მაინც ვიტყვი ჩემს საქმეს, ვინ არის ის ჩემთვის. ეხლა ძალიან საინტერესოა ჩემი და მისი ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა სულ რაღაც მე-7 კლასში ვიყავი და ხანად საქართველოს ტელევიზიამ გადაწყვიტა განეხორციელებინა გუჩას პროექტი. მაშინ ამ სიტყვას სხვათვის არავინ არ ხმარობდა. ძნელობის პრაქტიკუმი ერქვა, რომელიც გადაცემა ჩამოყალიბდა შემდეგ 10,000 აღდილობა დაერქვა და მის წამყვანად ორი მოწაფე მე და თამბიკო ლებანიძე მივიწვი. ორივე ლამაზი და ფრიადოსანი. უფროსთაგან გადაცემას უძღვებოდნენ იმხანად ახალგაზრდა მეცნიერები გუჩა კვარცხელი კახა ბილაშვილი. ეს კი იყო საბჭოთა ეპოქა, მაგრამ არ მინდა ესე ვიფიქროთ, თქოს ამ გადაცემას რაღაც იმპერატიული პათოსი ჰქონდა, რა ეს იყო რაღაცნაირი ხატოვანი შეხსენება იმ სენტენციის არსისა, რომელიც ერთი ნაწილი მე გადაცემის სათაურად გამოიყენეს 1000 კაცი დაფას და 10,000 საკილობაო, აი იმ დროიდან იწყება ჩვენი ურთიერთობა და მე აღარ დაგვიკარგავს ერთმანეთს ბედის მადლობელი ვარ რომ იმ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ვასწავლე სადაც გუჩა კათედრის გამგეიყო ის იყო ჩემი რესპონდენტი დაუსრულებელი იმიტომ რომ იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი სახალხო დეპუტატთა პირველი საკავშირო კლუბის დეპუტატი საქართველოს განათლების მინისტრი პროფესორი პოეტი დრამატურგი და ესე იგი ახლა გია შენ დაგაკალდა გულს რომ ეს ყველაფერი არ თქვეს ჩემზე და სასწრაფოდ აიღე ტელეფონი და დარეკე ხო იცით რა არ ვიცი მაგდენი არ მიფიქრე როგორც თქვენი ხმა გავიგე მაშინ დავეკე მე ბედმა ისე ინებო რომ მე და მის ქალიშვილი პროფესორი სალომე უნიაძე ძალიან დავმეგობრდით და სხვა შორის მისი მეუღლე ანუ გუჩა სიძე ჯოხაძეა რაც შეეხება გუჩას როგორც ხატვარს ხანდახან მგონია რომ მან ამოიძახა ესე როცა ათვალიერებდა მიროს თუ მაურიც ეშერის რეპროდუქციებს აი ესე ასე ხატვა მე შემიძლია ზუსტად ეგრე იყო შენ როგორ მიგდები დარწმუნებული ვარ რომ ეგრე იქნებოდა და იცით რა მართალია აი ამ ხატრობამ ხო იმათაც კი ხელმეორე აღმოაჩინა გუჩა ვისაც ეგონა რომ ყველაზე კარგად იცნობდა მას და ეხლა მე ვინატრებდი ამდენ დრო არა მაქვს ასაკურველი ვიცი რომ ილუზია მაგრამ ამ ჭრელ რაღაცნაირ სასტიკ საზოგადოებაში აი ასეთი კულტურული ადამიანები უბრალოდ განათლებული ადამიანები მარტო კარგი მეცნიერი აი უბრალოდ განათლებული და კულტურული ადამიანები ბევრი იყვნენ და ეგება მაშინ ესეთი მწიგნობრული აღარ იყოს შილერის თუ დოსტოევსკის ნათქვამი შვენიერება იხსნის სამყაროს ჩემ საყვარელო ძალიან დიდი მადლობა ნუ დაგვემშვიდობები გია დიდი მადლობა ორი სურვილი მაქვს უკაცრავად ერთი სურვილია რომ თქვენ განაახლოთ სატელევიზიო გადაცემა ჩვენ ზრდილობა დღესაც დღეს გჭირდება და მეორე სურვილია რომ მოემზადო მესამე გამოფენის წაყვანისათვის რომელზეც იმედია ხო მაგრამ აი ვინ დამმართა ეს სენი კანდიდების მანიის აი გამოდის გია ყოველთვის იქაც ისე მაქო რომ მე მგონი მეტი მხატვარი არ არსებობს შენი ბრალია შემოძვირდა ძალიან მომწონს როდესაც გუჩა იტრუნება ხოლმე როდესაც აქებენ ხო ვიტრუნები რა ვქნა მიხარია რაღა დამჭენია გია რაღა დამჭენია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ჯოხაძე
გამოგვეხმიანა, შეგვეხმიანა, დიდი მადლობა მას. ახლა ერთი მელოდია ჟღერს, იცით რატომ? აი ახლა გაჩვენებთ რატომ. თუ შეიძლება ეს სურათი ვაჩვენოთ ახლა ჩვენს რადიო მსმენელებს და მაყურებლებს. ეს არის ქალბატონი გუჩა, ეხლავე, რომელიც მუშაობს, ტელეფონზე საუბრობს, გვისმენს და როგორც ჩემთან საუბარში გავარკვია, მუსიკასაც ვისმენო, ფილმებსაც ვუყურებო. ნამდვილად ვისმენ, ფილმებსაც ვუყურებ და ტელეფონზეც ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ტელეფონზე ლაპარაკი თბილისელი ქალების როგორი სენია ხო იცით. არ მოგეშვებიან, თორე იქეთ მე არავის არ ურეკა, არ მცალია. რა ვქნა, ხელს ვერ ვაჩერებ, მოგიხარით და ვხატავ. მოდით ახლა დავათვალიეროთ ერთად ნამუშევრები, რომლებიც გამოფენილი იყო ამ გალერეაში და შეაფასეთ თქვენ შეგვეხმიანეთ 2.40-91-92 მხიარული ბორანი ქვია ამას. მგონი ეს არ არის კარგი ფოტო. ეხლა გამოდის ჩემი კატალოგი და იქ აი ზუსტად სპეციალურად გადავაღებინე. ეს გამოფენის მერე შესრულებული. ვიდრე კარგი ფერებია. ვიდრე დაათვალიერებენ ამ თქვენ. აი იმიტომ არ მინდა რომ დებენ. ეს ჩემი მატრაკოც. ამ სურათს ძალიან მშვიდობიანია ეს სურათი ხო და ნათელი. ეს რა არის? ეს სულ პირველად დავხატე. როდესაც აი ვიფიქრე რომ ეხლა უკვე დავხატა. ეს არის რომ ერთი ხე რო უნდა დარგოს კაცმა, აი ქალი პრეტენზიულად წევს და არ დგება, არ აკეთებს საქმეს და ეუბნება რომ ერთი ხე დარგოს ახლიო, გამხადე დედაო და ეს ყველაფერი შეუსრულა ამ კაცმა. ესეც ფერადია და იცით გამოფენაც მგონი არ იყო ესა. იცით რა გამოფენაზე როგორც თქვენ ბრძანეთ 200 ნახატი წავიღე და 100 გამოიფინაო და ამდენად ჩვენ ვერ გამომიფინეთ. ეს უყვართ ჩემშვილებს ეს ნახატი და ასე რომ არა ვარ წინააღმდეგი. აჰა. ესეც ეს ბაზარია. რა კარგი ბაზარი იყო თბილისში, თქვენ გეხსოვებათ ეს უფარჩეულებრივი ბაზარი, სახლები იდგნენ. ბაზარსა და სახლს შუა დავდიოდი სულ. ხელებს არ ვაჩერებო. მოდით ორი სიტყვით უთხრათ იმ სხდომებზე, რომლებსაც თქვენ მაშინ ესწრებოდით და სადაც პორტრეტებს ქმნიდით. კი, ის პოლიტიკოსების 400-მდე მაქვს. იმასაც ჩემი გამომცემელი არაჩვეულებრივი გიორგი ბაგრატიონი, რომელმაც ჩემი წიგნი ათინათები გამოსცა. იმად მითხრა, გავაკეთებო, კაცო, გავაკეთებო. და თუ გამიკეთებს, წაუღებ. ესენი შეიძლება რომ ვაჩვენოთ, ხო? ეს არის წიგში იყო უკვე. აი ეს გაიყიდა ერთადერთი ეს ნახატი და ისე გული მწყდება. ინგლისელმა მე მგონი იყიდა. ეს შავთეთრი. ეს ხო, შავთეთრი. ეს სილუეტი არის უკვე მოხუცი პიკასო. და ეს მოჩანსო პიკასოც ვაგერო. ხო, აი მე მგონი გავს და ეს ყველაფერი პიკასოსია. ირგულივ რაც არის, იგი თავის პერსონაჟებთან არის პიკასო. და პიკასოს ლანდი ქვია მაგას. როგორ ფიქრობთ, შავთეთრი უფრო მომგებიანია თუ ფერადი? იცით რა, მაყურებლებს მოსწონთ ფერადი. ყიდვითაც ყიდულობენ ფერადს უფრო, ესე იგი მოსწონთ უფრო ფერადი. ჩვენს მენელი დაგვეკავშირდა, დიახ ისმენთ? მოგესალმებით. მოგესალმებით. გადმოცემა მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს მე საშუალება და ალბათ ბევრს რომ ეს უყუროთ ჩვენ ინტერნეტით. არ მესმის ცოტა თუ შეიძლება ხომ. დიახ, ვცდილობთ რომ მოვყვეთ. არა, ჩვენ ხო ვერ ხედავთ ამ გამოსახულებას, მაგრამ საინტერესოა, მე ძალიან მიყვარს გამოფენებზე სიარული და დილით პიკის საათში როცა არის აფიშა, სულ ვცდილობ რომ რამე ისეთი არ გამომრჩეს და ეს გამოფენა როდის იყო და სად იყო, ნამდვილად გამომრჩა. ისე გუჩა კვარაცხელია ეს სახელი და გვარი არის ძალიან ცნობადი. დიახ. ეხლა ჩემთვის ფიქრობდი არ გაგიკვირდეთ. ნეტა ის არის თუ არა? ხო, განათლების მინისტრიც ხომ არ იყო? დიახ, იყო. იყო, აი ეს პრეზიდენტი მახსოვს ძალიან კარგად და ხომ არ იყო სვიად გამსახურდიას დროს პრეზიდიუმში თუ რა ქვია იმ პირველ პარლამენტში? არა.
არა ხო ნუ ესე იგი როგორც განათლების მინისტრი თუ მოხერხდება და გავიგებთ გამოფენას ძალიან მიყვარს ხელოვნება და მხატვრობა და მით უმეტეს არის მიყვარს ძალიან კარგად იცის ქართული და ესა აღმოჩნდა არ გამოვტოვებ დიდი მადლობა მოგაწვდით ინფორმაციას უდაოდ და გამოფენას ჩვენ გზადაგზა ვაჩვენებთ უფრო სწორად ამ თქვენ გრაფიკულ ნამუშევრებს ერთადერთი მინდა თქვა და გამიხარდა იცით რა როდესაც თქვენ სიგელი მიიღეთ ექვთიმე თაყაიშვილის საზოგადოების იქ ეს სიგელი მზექალაშანიძემ ქალბატონ მზექალამ გადმოგცა და ძალიან საინტერესო სიტყვა წარმოთქვა ენათ მეცნიერი კარგი ნაშრომების ავტორი აკადემიის წევრი შესანიშნავი ორგანიზატორი ინსტიტუტის დირექტორი, განათლების მინისტრი, ჩემი სტუდენტი იყო. თუ პოეტი და მხატვარი იყო, გვიან გავიგეო. ხუთიშვილის პატრონი. იცით, გვიან გავიგე მომეწონა, მეც გვიან გავიგე რო ხატავდი. სხვათაშორის ქალბატონი მზექალა იყო ჩემი პედაგოგი. ლექტორი. ხო და ის საერთოდ ვერ გაიგო რომ შვილები მყავდა, არ გაუგია. მე სტუდენტობაში უკვე მყავდა ორი შვილი და მე თქვა და ის ამბავი მომივიდა აიო არც კი გამიგიაო და აქო ზოგიო შვილი მყავს ისა და შეღავათებს ცხოვრობსო და არც კი გამიგიაო ახლა ჩვენ შევეხმიანეთ სხვა შევს უკაცრავად ერთწლიანად გუშინ იყო აკადემიაში იუბილე ქალბატონ მზექალას 90 წლის გახდა იგი ულოცავთ ჩვენც ულოცავთ ჩვენ ახლა შევეხმიანეთ ბატონ გელა ჩარკვიანს ხომ არ გიცნობთ ეს ძალიან მეცნობა ბატონ გელა სადიპოვეთ ბატონ გელა გესმით ჩვენი მოგესალმებით გამარჯობა ახლა ვეუბნები ქალბატონ გუჩას რომ შეგეხმიანეთ და სადიპოვეთო ძალიან მეცნობა ეს სახელიო ო ალბათ ეცნობა გუჩა ჩემი მამიდაშვილია დიახ ო და არის აბსოლუტურად ფენომენალური ადამიანი რომ ამაყობს ნათესაობა მაგით იცით რაზე მინდა რომ გავამახვილოთ ალბათ ხელახლა გადაცემაში უკვე ჩამოთვალეს მისი ტიტულები ყველა ის დამსახურება რომელიც აქვს მაგრამ ახლა ადამიანი რომელსაც შეუძლია ამდენი სხვადასხვა რამ აკეთოს ასე კარგად რასაკვირველი ისუათობა პირდაპირ სხვათვის გამორჩეულია უდაოდ ხუთი შვილი აკადემიკი მეცნიერებათა დოქტორი მშვენიერი მხატვარი მშვენიერი პოეტი ახლა ეს პოეტი შოთაშვილის გიდა დავძინო რომ მე ამ ბოლო ხანებში კიდე ჩაუღმავდი მის პოეზიას რომ იყო მომენტი როდესაც თარგმნე ერთი შესანიშნავად ინგლისურად და როცა თარგმნე ხო ის მაშინ უკვე ღრმად შედიხარ უფრო ეს ძალიან ღრმა და საინტერესო პოეტია გუჩა ხო და ახლა ამდენ ამის რაკეთება ერთდროულად მხოლოდ ძალიან ნიჭიერ ადამიანს შეუძლია მაგრამ არ მიწვის ეს ხო ნახევრად ჩარკვიანია და ხო ის ჩარკვიანი გარდა ამისა პარასხელიები ხო ძალიან ნიჭიერი ხალხია და ახლა ასეთი სინთეზია რა იქნებოდა არაწყენია ჩემ მეგრულ მხარეს არაწყენი აბა როგორ აწყენებ გასაუბრს ვადნაგა სტრიქონი ხომ არ გახსენდებათ ინგლისურად რომ გაჟღერდეს ვერ გაახსენდება იმიტომ ეს რიტმიანი არ არის და რიტმიანი არა ზეპირად ეხლა კარგით ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში და რომ თარგმნეთ და ინგლისელებმაც შეიტყვეს რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი ყავს როგორც ქალბატონი გუჩა დიდი მადლობა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ 240919292 ჩვენი მოსმენაც შეგიძლიათ ნახვაც შეგიძლიათ და მსმენელის აგერ კიდევ აქტიურობას მივესალმებით მოგესალმებით დიახ კიდევ მოგესალმებით ორივე ქალბატონს ქალბატონო გუჩა დიახ გისმენთ შავ თეთრი სურათის გაკეთება დიახ მეტად ძნელია და კარგი სპეციალისტი იმას კარგად აფასებს დიახ სხვათა შორის ძალიან იოლი არის ზეთის საღებავებით კეთება მაგრამ რასაც თქვენ მოკიდეთ ხელი და აკვარელი ეს ძალიან ძნელი საქმეებია შავ თეთრი იცოდეთ რომ სპეციალისტისთვის ძალიან კარგი და კარგად ასარჩევი რამეა ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ როგორც გატყობთ სპეციალისტია და ბრძანდებით მე ახლა ასეთ სიტყვებს არავინ არ მეუბნება იმიტომ რომ მხატვრებს მაინც არ დაუთვალიერებიათ და მე ასე დინებას მივყვები დიდი მადლობა ქალბატონო რამდენიმე სურათზე ვთქვათ ახლა და
გადავიდეთ იმაზე. აი ეს შავთეთრი ეს პატრიარქს მივართვი ეს ნახატი. ეს არის აი აქ ხედავთ ყვავილოვანი ანბანი ჩვენ ყვავილოვანი რითიც აფორმებდნენ. აი ეს ანბანი გამოვიყვანე და აი ჩვენა ვართ, ეს ქართველები ვართ, საქართველოა ესა. აი ჩვენ მოვდივართ, ანბანი მოგვყავს ჩვენი და ამ ანბანსაც ჩვენ მოვყავართ. აი იდეა ეგ არის. იცით სულ მაინტერესებს ხოლმე უწმიდესი შეფასება. არ ვიცი. არ თქვა არაფერი. არ ვიცი, ხა მე მაგას ვერ შევეკითხები და სიტყვას და მე ისეთი მოგძალებული ვარ და კიდევ ერთი შავთეთრი ნახატი. ხო, ეს არის მელია სერეფენია. მელია სერეფენია. ეს ვაჟასი გახსოვთ ალბათ, აი ეს მელია ქალის ფიგურა აქვს და უვლის ქვეყანას გარს. რამდენი ხანი უნდებით ხოლმე აი ესეთ გრაფიკულ ამას დიდი ხანი? არც ის. ნუ ეს არის აბრეშუმკაბიანი ქალი. რა ვიცი. ეს არის ესე ბიბლიური ჩიტი დუმს და ელოდება. ფრაზის ის არის. მე ხა რა ვიცი რა გითხრათ. ისე რო გითხრათ, მე ხვდები რა არის და სულ მახსენდება. ეს წყვილებია ესე მახსოვს ესე ეწერა. სულ მახსენდება მამარდაშვილს აქ ასეთი ჩანაწერი კი არა, უკვე სტატიაში აქვს ასეთი ის მახსოვს, რომ დავიწყებ ხატვასო და რას ხატავ, არ ვიცი, სანამ არ დავხატე, რა ვიცი რას ხატავ. ეს მე მგონი წიგნი გააფორმეთ თქვენ ამ ნახატით. ეს არის მე მაქვს ესეთი პოემა ძალიან ძვირფასია ჩემთვის მარადისობის მძევლები ვართ. ეს ჩემი და ჩემი მარადიული სატრფოს ჩემი მეუღლის ის არის ასე ვთქვა და მსგავსება კი არა გვაქვს, კი არ არის, მაგრამ პოემა არის იმაზე, არის მის წასვლაზე და ჩემს მდგომარეობაზე. ეს რა თქმა უნდა მაშინ ვერც დავწერე და არც ვფიქრობდი. და მე მოსკოვში ვიყავი, როდესაც ვიყავი დეპუტატი, მაშინ დავწერე ის პოემა. დაიდგა ხომ თქვენი პიესები რამდენიმე ქალაქში? კი, დაიდგა, მაგრამ რომელიც უფრო მინდოდა, უფრო მოგვიანო პიესები და უფრო საინტერესო, იმას არ მიაქციეს ყურადღება, რო გითხრათ. აი ესეც ძალიან საინტერესო ნახატი. ესეც იქ არის. დეპუტატობის დროს, აი მაგას ხატავს ზუსტად 5 წუთში. მასეთ ნახატებს კი. ეს კალბატონის პორტრეტი. ხო, ეს არის კოლხი ქალი. აი ასეთი ფერადი კომპოზიციები ალენ დელონი რომ იყო ჩამოსული, აკადემიაში უნდა მოსულიყო და მე ვთხარი ბატონო თარს ჩვენს პრეზიდენტს რომ ხა რაღაცა ხო უნდა ვაჩუქოთ თქო და პატას ახლდა. პატას ნუ მოჰყოლოდათ, პატას საპატიო აკადემიკოსად ვირჩევდით და ორივესთვის ესეთი ნახატები შევარჩივით. იცი მოეწონათ ძალიან ხო. მე მგონი ისინი უფრო აფასებენ თანამედროვე მხატვრობას ვიდრე თქვენი თანამედროვეები. რა ვიცი. ეს ძალიან საინტერესო ნახატია. ეს საინტერესოა ხო. ეს ის არის ძლივს მარტო დავრჩით აი ქალებს ეს იმისთვის სარეკლამოდ ამდენი ღვინის მწარმოებელი ყავს და გამოადგება. განსაკუთრებით ხო იცით როგორ უყვართ თუ რამე ღვინოზე ერთი პოემა მაქვს და იქ მაქვს რაღაცა სტრიქონი ასეთი ღვინო ისეთი სითხეა ამოხავს დარდის ლაქები ეს მე აღარც მახსოვს და მირეკავს გიზი ურუშაძე თუ გაგიგიათ არის აკადემიის წევრია მიადაგწოდნე და კაცო ესე იყო სუფრაზე ვიჭიქი ესე თამადა მესა თქვა შენი და კი ბატონო მე ვთხარი ამ ნახატს გითხარით და ლექსებზე გადავალ ხო ეს ჩემი შექმნილი პერსონაჟია მნიუ ეს სხვაგანაც მყავს ხოლმე, მაგრამ ფერადი არა ესე რაღაც მონახაზით. ხო, ეს ნათამაშებია. საბავშვო. ეს მე მიყვარს აი ეს ზურგშექცევა. რატო გიყვარს ზურგშექცევა? ზურგშექცევა არ მიყვარს, ნახატი მიყვარს. ნახატი გიყვარს. ჩვენ კლავსმენელი გველოდება და მოდით დავკავშირდეთ. გავესაუბროთ, დიახ ისმენთ.
ალო ალო ბატონო მოგესალმებით ბატონო კახა მოგესალმებით დია თქვენ ხართ ხომ ქალბატონმა გუჩამ არ იცის ვინ არის ბატონი კახა რომელსაც მე ვისაუბრები და მოდით ახლა სიურპრიზი მოუწყოთ და გითხარით ჩვენ ვცდილობთ როგორც მხატვარზე ვისაუბროთ იცით რა თქვენი ხმა კარგად არის ცოტა თამაღლა შეიძლება ჩვენ ვცდილობთ რომ ქალბატონი გუჩა წარმოადგინოთ როგორც მხატვარი იმიტომ რომ ალბათ ბევრმა არ იცის რომ ის ხატავს და გამოფენებიც აქვს არაერთი უკვე თბილისში გამართული და თქვენ ხელს უწყობთ მის ამ შემოქმედებას ხომ არ ვცდები დიახ აი მე მგონი გიცნოთ როგორ ვიცი ერთი კახა ქორზე კარგი სმენა მაქვს ქალბატონი გუჩა თქვენთან არის დიახ გისმენთ ახლა მომიკითხეთ ჩემი უსაყვარლესი ადამიანია უნიჭიერესი ქალბატონი გახლავთ უშენიერესი ლექსები აქვს და რაც თავარია ხატავს ეხატინება და უნდა ხატოს და თავის ნახატებში თავის პერსონაჟებიც გიყავს რომელიც მე მეორდება სხვა ნახატებში ისი რომ გადაავლებს ზვალს რა უსურვოთ ალბათ გუჩას უთხარით რომ საღებავებს ფუნჩს და ფერად ფანქრებს კიდევ გამოუგზავნე დიდი მადლობა ოღონდ თვითონ მომიტანე გამოგზავნილი არ მე არა მე მოგიტან ჩემო კარგო თუ გამომატარ შინდის მურაბას რო დავტი შეკვირდი არის შენთვის გამზადებული ბატონი კახა ქორიძე მინისტრის მოადგილე იყო ხო როდესაც თქვენ მინისტრი ძალიან ხარში მედგა და კონცეფციაც ერთად გავაკეთეთ ვიტყვი რომ ბატონო კახა ხომ გესმით თქვენ როგორი მინისტრი იყო ქალბატონი ოიმე წინვალე ყველა მინისტრი თავისებურად კარგები იყვნენ ყველანი მაგრამ განსაკუთრებით ქალბატონი გუჩა როდესაც რაიმეს ესაუბრები რაღაცა ახალი გინდა აცნობო გააგები იწყებს საუბარს და თვითონ ამთავრებდა ესე იგი თავშივე ხდებოდა რაზე იყო საუბარი უდიდესი ნიჭი აქვს ქალბატონს უნდა გითხრათ და ეს იმიტომ რომ შემოქმედი ქალია თვითონ ამიტომაც ადმინისტრაციულ სამსახურში ძალიან მაგარი იყო ვინაიდან პოეტია მხატვარია შემოქმედი ადამიანია დიდი მადლობა ბატონო კახა ქალბატონო ლალი თქვენ ქრისტეს მომი ეს ქებები ვისმინო არა მე მე მაინტერესებდა თქვენი შემოქმედების სხვადასხვა პერიოდი, სხვადასხვა სამუშაოზე თქვენ როგორ უდგებოდით და გაირკვა რომ ყველგან ერთნაირად, სწორედ თქვა ქალბატონო მზექალამ, რომ ყველა სფეროში თანაბრად ნიჭიერი არისო და კიდევ ერთ სტატიაში ეწერა, რომ ამას ყველაფერს ინტელექტი უმაგრებს ზურგსო და ეს ძალიან მომეწონა. ლექსებზე მინდა გადავიდე, ეს არის ის, რაზეც თქვენ ამბობთ, რომ მე ყველაზე ადრე პოეტი ვიყავი, მე მეცნიერი, ვემსახურები ქართულ ენას, იცით? აი ეს იცით რისთვის გამოვიყენე გადაცემაში, რომ ვისაც შესაძლებლობა ექნება და ნახავს, რომ წაიკითხოს კიდევაც, ყველას არ აქვს თქვენი ლექსების კრებული და აი თან თქვენი გაფორმებით არის, ხო? ეს ბოლოგი. ხო, აი და მე მომწონს წარწერა, სულ მცირე ორი ფრაზა და ამ დროს წარწერა, იმ პირობით, აი ესეთ ლექსი, არიან ვარსკვლავები. ქალაქის ერთ უბანში, ვისაც წარსული განვლილი გონია, ის არ საწყოში არსებობს, არც მყოფადში. აღარ მახსოვდება, სად ნახეთ ეს? აი ეს მიხარია, რომ არ გახსოვდა, დაწერია, უჩა კვარაცხელია. სიცოცხლეში ზუსტად კალმასობაში იყო. სიცოცხლეში, ასე ქვია მას. დაბადებიდან სიკვდილამდე უმოკლეს გზაზე ერთი მიყვარდი. ხო, ეს ეგრე იყო. ეს ასე იყო და ეს მე მგონი ლაით თემაა თქვენი შემოქმედების. კიდე სიცოცხლეზე. სიცოცხლის თითოს არიგებდნენ, მაგრამ გატყუებდნენ. ორმაგად. წონაშიც და ხურდაშიც. გესმის ეს თქვენი ირონიაც, თქვენი მიდგომა ამ პრობლემებისადმი. თქვენ მეუბნებით რომ სევდიანი ადამიანი ვარო. ვარ, ნამდვილად. თუმცა თქვენ ლექსებში
არის, მაგრამ ოპტიმისტურად და ნათლად არის ისეთი განათებული. უკაცრავად ეხლა თქვენ კარგად მელაპარაკებთ, მაგრამ აი ეს გუჩა ვინ მიაწერა? ეს თქვენს Facebook-ზეა, თქვენი წარმოიდგინეთ ეხლა რა დღეში ვარ. იცით რა კარგია ჩვენი მსმენელისთვის, რომ საშუალება ექნება გადაიკითხოს დაიბადება ბედნიერთა ისეთი წყვილიც, ვისაც იღბალი შუაგზაზე არ მიატოვებს. და ეს როგორ მუშაობთ ამ ტექსტებზე წიგნისთვის, როდესაც აფორმებთ? პოემებიც არის, ცით რა არის, არ მუშაობ. ვარჩევ. ესკიზებია იქ. ახლა ისინი რაც 250 ლექსია იმ პატარა წიგში და 250 ნახატი. როგორ დამეხატა რაღაცები კი დავხატე, რომ შემომაკლდა მე ცოტა მისადაგებული რომ მინდოდა. ისე ვარჩევ აი ფურცლები გადაყრილი რო არის, რომელიც ნახატად აღარ დამიმთავრებია, აი ისინი შევარჩიე. მე ვაჩვენებ კიდევ ამ თქვენ ჩანაწერებს, იცით რომელი მომეწონა? კბილო დედა ღვთისმშობელო. აი ამ წუთსაც ქვეყანაზე ისე ბევრს უნდა შენ თბილ კალთაში თავი ჩარქოს, ჩუმად იტიროს. გუჩა კვარაცხელია, საოცარია. თქვენ ხომ არ გვეტყვით დღეს ერთი მსმენელი ყავს და შემდეგ რამე დაუტოვოთ, სამახსოვროთ თქვენი ლექსი. დიახ, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. რა კარგია რომ მოიწიეთ ქალბატონი გუჩა, რომელიც მრავალ მხრივ მოღვაწეა და ერთ კი ჩამოვთვლით მის თანამდებობებს და მოღვაწეობის სფეროს. ინსტიტუტის რექტორიც იყო. მაგრამ მე მინდა გაგახსენოთ ქალბატონი გუჩა ერთი ამბავი. ძალიან გაბედული ქალბატონია, ქალბატონი გუჩა. როდესაც ის იყო საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს დეპუტატი და გავიწროებდნენ ყოველთვის და მაშინაც გავიწროებდნენ, მან ძალიან უსაყვარდა სხდომის თავმჯდომარის ნიშანოს. Вы всем даете слово, кроме нас. Да, пожалуйста. ძალიან დიდი მადლობა, იცით რისთვის, რომ გვეხმიანებით და გახსოვთ ეს ისტორიის და ცხოვრების. ყველაფერი გვახსოვთ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონჩი. ვიდრე თქვენ ლექსს დაგვიტოვებთ, მე მინდა გამონათქვამი ენაზე ამოვიკითხო, რომელიც აი გადაცემის მომზადებისას წავაწყდი, რომელსაც ენაზე. გააზრება იმისა, სად, ვისთან, როგორ ვლაპარაკობთ, საჭიროა. დედაენის სიყვარული კი ყველასთვის სავალდებულოა. ამის ცოდნა ესე მარტივი არ არის დღეს. დღეს თქვენ მითხარით, რომ სალიტერატურო ენციკლოპედიაში ვეძებ სიტყვებსო. რა ვქნათ ჩვენ ორთოგრაფიაში ვეძებ. ჩვენ ჟურნალისტებმა რა ვქნათ, ზეპირმეტყველებაზეც ამბობთ, რომ ყოველთვის პრობლემაა, ამიტომ შეცდომები მეტია, მაგრამ ზოგი შეცდომა რომ არ უნდა იყოს, ესეც ფაქტია. და თქვენ მე ყოველთვის ის მიხარია და იმეც მაძლევს, რომ საზოგადოება ძალიან მტკივნეულ, მიუხედავად იმისა, რომ ამ საზოგადოების წევრები არ ღვევენ ამ ნორმებს, ძალიან მტკივნეულად განიცდიან დედაენის დანაგვიანებას, ასე სიტყვას ვიხმარდი. და ეს იმეც იძლევა, რომ იქნება უკეთესი მეტყველება. თქვენ არაერთი შრომა გაქვთ სამეცნიერო, სადაც მართლა ქართულ ენაზე მსახურებით და იცით რა მომეწონა, ამ სამეცნიერო გამოცემებში არ არის მე, არის ჩვენ. დიახ. აი საოცარი ჟამარი. ეს იმიტომ რომ ცოდნა არის, როგორ გითხრათ, აი გლობალურად გაერთიანებული ყველა ცოდნა ერთ რაღაცაში შედის. და იქ სახელს და გვარს არ აქვს მნიშვნელობა. თეთრ ლექსს აგვიკითხავთ თუ? რითს არ წავიკითხავ, იმიტომ რომ აი თეთრმა ლექსებმა ის მიქნეს, რომ მავიწყდება და რაღაცა მახსოვს ძველი ლექსი, ესეთი ალიტერაციული ლექსი, იმიტომ რომ ალიტერაციული ლექსები მე
დამეკარგა თამაზ კვაჭანდი რაც სულ იმას ამბობს რომ შენის მოგპარეს ჯერ კიდე უნივერსიტეტში მაშინ ვიყავი გატაცებული და ერთი ლექსი იქიდან მახსოვს ამ ლექსს ქვია ბჟოლა ბჟოლა დიალექტური ფორმა ლეჩხუმში ხმარობენ თუთა არის რა თქმა უნდა მაინც იციან ესეთი ის არის რომ იციან როგორც კომში და ბია ყველა ქართველმა იცის რომ ესე და ამ ლექსს ქვია ბჟოლა ბჟოლიაში იდგა ბჟოლა ანაჟ ჟოლა ჟოლოს ფერი ზოლი ცაზე დანაჟონი ჟინჟღლი ჟღალი თვალი ყაყაჩოსი ჟვავიანი შვერი ბჟოლიანში იდგა ბჟოლა ერთხელ ანამღერი ჟღარუნი კი ავჟანდების იყო შორი ძალიან დიდი მადლობა ავტორისეული წაკითხვა ლექსის ეს ჩვენთვის პრიორიტეტია მინდა გითხრათ გაბატონი გუჩა კვარაცხელია კი ჩვენ ამ ლექსს გავიმეორებთ ხოლმე საუკუნის ხმებში იმედია თუ კარგად არის ხა თქმული დღეს სწავალსახში მოვისმინეთ ჩვენი გადაცემა მეორდება დღეს 22 საათსა და 30 წუთზე და ალბათ უნდა ვთქვათ იმ პედაგოგებს იცით რატომ მინდა რომ დღევანდელ გადაცემაში აღშერდეს აი ბევრი ჩვენთაგანი ვინც ახლა ისმენს ამ გადაცემას ვერ გაიხსენებს პედაგოგის სახელსა და გვარს ძალიან ბევრი თქვენ კი გახსოვთ ისინი და ეს თუნდაც სერგო პაპა ხო ვაიმე ჩემი სერგო პაპა როგორ მახსოვს აბა არა მახსოვს ეს ერლ მახლიდენის მამა დია რომელიც ხატვას გასწავლის და არა მარტო ხატვას და მეუბნებოდა მე და ჩემდას თქვენ მხატვრები გამოხვალთ არაფერს არ ხატავდით ჩემი აზრით ჩემი და კიდე უკეთ ხატავდა იმიტომ რომ მე ბიოლოგიურზე სწავლობდა და ხო იქოს უხატავენ და მაშინ რა შეგვატყო ასეთი არ ვიცი მაგრამ არაჩვეულებრივი ადამიანი ქართულის მასწავლებელი გახსოვთ ქართულის მასწავლებელი საერთოდ არჩილ ჭედლიძე აი საცოდაობა არის რომ იმისი გაკვეთილები არ არის ჩაწერილი და გაქარა საცოდაობა ის აი მასწავლებლებისთვის მასწავლებელი იქნებოდა და მე მინდა გითხრათ რომ ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა მე უტოვებ ჩვენს მსმენელებს აი ამ სურათს და აი ამ სურათის ფონზე ძალიან შემოქმედებითი და ბუნებრივი სურათია თქვენ როგორ ქმნით ამ ნახატს რომელმა გადამიღო რომელმა მაიმუნმა არ სახში გაარკვეთ შვილიშვილების ოდენობა ღმერთის წყალობით მაგრამ უფრო მეტი უნდა მყავდეს მეტი გეყოლებათ კი ზოგიერთის უკმაყოფილო ვარ ზოგიერთის შვილის და ესე მყავს და მე მინდა განსაკუთრებით მადლობა უთხრა თქვენს ვაჟს რომელმაც მოგიყვანათ დღეს ჩვენთან და რომელიც გვისმენს და აქვე დავამატებ რომ თქვენ ფლობთ არაერთ უცხო ენას ეს ძალიან ასე ვთქვათ ხო ფლობს ვერ ვამბობ მაგას მაგრამ კითხულობ იმიტომ რომ თითქმის ყოველ წელს რაღაცა მიწევს ახალი ენა და რატომ მიწევს მაინცა და მაინც პროფესიას ჩემსაც არ ავნებს რა თქმა უნდა მაგრამ აი კარგი პოეტი რო არის რა ვქნა სხვის თარგმანს ვერ ვენდობი ხოლმე აი ახლა რომელი არის უფრო ჩვენთან სტუდიაში გაბატონი გუჩა პოეტი მხატვარი დრამატურგი მეცნიერი ყველაფერი ერთად არის ეს მე სინთეზი ძალიან დიდი მადლობა და მადლობა იმისთვის რომ გამონახეთ დრო და ეწვიეთ პროგრამა კოლექციას რომელიც დღეს შეეცადა გადმოეცა ის სამყარო რომელსაც როგორც თქვენ ამბობთ არა ერთფეროვანი უსახური და მონოტონური არამედ მრავალფერთა თანხმობა და პოლიფონია არის კი მადლობა ყველას ვინც გისმენდით მე მადლობთ თქვენც გმადლობთ ლალი გახლავართ იმნაიშვილი ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით კვირას და დღევანდელ გადაცემაზე მუშაობდნენ ია ჭელიძე დავით კიკნაძე ინგა გურგენაძე მომავალ შეხვედრამდე
რედაქცია ლალი იმნაიშვილის საავტორო გადაცემა.